საღამო მშვიდობისა ქრონიკას ცხრის ნახევარზე სოფო ცერცვაძე წარმოგიდგენთ. რუსთავის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ყავს მეხუთე მოწვევის საკრებულოს დავით მაღლაკელიძე უხელმძღვანელებს. მაღლაკელიძე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით მიერ იქნა არჩეული. ქართული ოცნების მიერ დასახელებულ კანდიდატს კონკურენტი არ ყოლია. დღესვე საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე მოადგილის კანდიდატურაზე გოჩა შავაძე წარადგინა, რომელიც ასევე უმრავლესობით აირჩიეს. რუსთავის ახალი მოწვევის საკრებულო 25 დეპუტატისგან დაკომპლექტდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული მეხუთე მოწვევის საკრებულომ დღეს პირველი სხდომა ჩაატარა. ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა კანონმდებლობის თანახმად ნომერ მე-20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა გახსნა, რომელმაც 15 ივნისის არჩევნების შედეგების ოქმი წარმოადგინა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას საკრებულოს ახალი შემადგენლობის უხუცესი წევრი რობიზონ ლომიძე უძღვებოდა. 10 არის მაჟორიტარი, ხოლო დანარჩენი არის სიით გასული, იმიტომ რომ საოლქო საარჩევნო კომისიას ქონდა 10 მაჟორიტარული ოლქი, 17 კაცის შემადგენლობით არის გასული ქართული ოცნება, 4 კაცის შემადგენლობით არის გასული ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 1 კაცი ყავს ლეიბორისტული პარტია შალვა ნათელაშვილს, 1 დავით არხარმოურავი პატრიოტთა ალიანსი, 1 კაცი ჩვენი საქართველო ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია. 10 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული არის ქართული ოცნების წარმომადგენელი. რუსთავის საკრებულოში 17 მანდატი კოალიცია ქართულ ოცნებას ერგო, ნაციონალურ მოძრაობას 4, პატრიოტთა ალიანს 1, ასევე თითო წევრი ყავს ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას, პარტია ჩვენ საქართველოს და ლეიბორისტებს. აღსანიშნავია, რომ ახალ საკრებულოში 10-ვე მაჟორიტარული მანდატი კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატებმა მოიპოვეს. რუსთავის მეხუთე მოწვევის საკრებულოს უმრავლესობას სწორედ ქართული ოცნება წარმოადგენს. დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც საკრებულოში 4 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ფრაქციის შექმნას გეგმავს. განცხადება ოპოზიციური ფრაქციის ჩამოყალიბებაზე წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა გურგენიძემ გააკეთა, რომელიც ახალი მოწვევის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას უხელმძღვანელებს. გურგენიძემ დავით მაღლაკელიძეს და მის გუნდს საკრებულოში უმრავლესობით მოსვლა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჩვენმა ფრაქციამ, ახლა დაფუძნებულმა ფრაქციამ, რა თქმა უნდა, არც ერთ თანამდებობისთვის, ესე ვთქვათ, არც ერთი თანამდებობისთვის ფრაქციას არ უბრძოლია, მაგრამ ჩვენთვის ძალიან გასაკვირი იყო კოლეგების მხრიდან იმის დაფიქსირება, რომ ისინი კვლავ აგრძელებენ ბრძოლას და გააგრძელებენ ბრძოლას ნაციონალური მოძრაობის და ზოგადად ოპოზიციის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, ეს არის არასწორი დამოკიდებულება, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ორიენტირებულნი ვიყოთ რუსთავის პრობლემების მოგვარებაზე, ქვეყნის პრობლემების მოგვარებაზე. აბსურდია, რომ ერთმანეთს ვეკინკლავოთ და სხვადასხვა პოზიციები იყოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ კოლეგებს მოუწოდებთ, რომ მთელი ძალისხმევა დახარჯონ რუსთავის აღშენებლობისკენ, რუსთავის პრობლემების მოგვარებისკენ და არა ოპოზიციის განადგურებისკენ. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ძალასთან, მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისათვის, მზად ვართ იმისათვის, რომ ვითანამშრომლოთ. არ მინდა, რომ ჩვენი საკრებულო იყოს მუდმივი კინკლაობის ადგილი, მხოლოდ და მხოლოდ უნდა ვაკეთოთ საქმე. აი ამისათვის ვართ ჩვენ მზად და მე მინდა სარგებლობთ შემთხვევით და თითოეულ რუსთაველს გადავუხადო დიდი მადლობა ამ დობისათვის, რაც მათ ჩვენ მოგვანიჭეს და კიდევ ერთხელ მინდა დავუპირდე მათ, რომ დავიხარჯებით ჩვენ შრომაში, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები მათ მალე დაინახონ. ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებმა ფარული კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით მაღლაკელიძე აირჩიეს. დავით მაღლაკელიძე ახალ საკრებულოში ქართული ოცნების მაჟორიტარული მანდატით მოხვდა. როგორც მაღლაკელიძემ განაცხადა, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება. სოციალური საკითხების მოგვარებას კი საკრებულოს ახალი თავმჯდომარე რუსთაველებთან აქტიური კომუნიკაციის გზით გეგმავს. დღესვე საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ მოადგილის პოზიციაზე გოჩა შავაძე წარადგინა, რომელიც ასევე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ მოსახლეობასთან, პირველ რიგში მოსახლეობასთან ურთიერთობა, შესაბამისად ინფრასტრუქტურული საკითხების ბოლომდე მიყვანა და სხვა დანარჩენი საკითხები.
მათ შორის სოციალური საკითხების უფრო თემატურად გაშლა და სოციალური პროგრამის არსებული პროგრამის კიდე დამატება. მნიშვნელოვანია ჩვენთვის მთლიანად მოსახლეობასთან ურთიერთობა. ჩვენ არაერთხელ გაგვიჟღერებია და სრული განწყობა სხვა დანარჩენი დეპუტატებისა, მაჟორიტარებისა, მათ შორის სრული განწყობა რუსთავის მოსახლეობას მინდა მიულოცო ქალაქის მერის არჩევა, ბატონი დავითის არჩევა. მაყოფილება მინდა გამოუთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა ბატონ დავითს მიულოცო. იგი გახლავთ ჩემი მეგობარი და მე ბედნიერი ვარ, რომ ბატონი დავითი არჩეული იქნება მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. გახლავთ პროფესიონალი, იურისტი, საქმისადმი მცოდნე ადამიანი, რომელიც თავის სამაჟორიტარო ოლქში აბსოლუტური უმრავლესობით, პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა და ეს მნიშვნელოვანია როგორც ქალაქისთვის, ადამიანებმა, რომელმაც ქალაქი ძალიან კარგად იცის, მისი პრობლემები ძალიან კარგად იცის. მე კმაყოფილებით მინდა ვთქვა, იგი ამომიდგება გვერდით, როგორც სხვა დანარჩენი დეპუტატები. მე ვარ მზად კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის ნებისმიერ პიროვნებასთან. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენი გუნდის ინტერესებისგან გამომდინარე, მაგრამ უარს არავისთან არ ვამბობ თანამშრომლობაზე, რაც სასიკეთო იქნება ჩვენი ქალაქისათვის. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მომავალ საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის კიდევ ერთ მოადგილეს და კომისიის ხელმძღვანელებს აირჩევენ. დავით ჯიქიას მხარდამჭერებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მოპოვებული წარმატება ქალაქის ქუჩებში სიმბოლური მსვლელობით აღნიშნეს. წინასწარი მონაცემების მიხედვით მეორე ტურში კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ამომრჩევლთა 64.77%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. გამარჯვებულმა კანდიდატმა რუსთაველებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. დავით ჯიქიამ ქალაქის განვითარების პროცესში თითოეული რუსთაველის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. თითქმის ერთი იმდენით გავუსარით ჩემ კონკურსს, ამისთვის ჩემ ამომრჩევლებს უღრმესი მადლობა. მე იმ 35,000 ამომრჩევლებს ვუხდი უღრმეს მადლობას, რომ არჩევნებზე მობზადნენ. აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. მე გუშინაც მქონდა გაკეთებული განცხადება, გაიმარჯვებს ღირსეული და ზოგადად რუსთავის მოსახლეობა გააკეთებს გადაწყვეტილებას, საით უნდა წავიდეს ქალაქი. როგორ უნდა წავიდეს ქალაქი და როგორ უნდა განვითარდეს. ამისთვის უღრმესი მადლობა. რუსთაველებს, რაც შეეხება ზოგადად მიმდინარეობას, მე როგორც აკვირდებოდი მთელი დღის განმავლობაში, საკმაოდ შვიდი იყო, თუ არ ჩაფრთხილდით 2-6-ს. რუსთაველებმა ქალაქის მერი წელს პირველად პირდაპირი წესით აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით მოსახლეობამ კანდიდატებს შორის უპირატესობა კოალიცია ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატს დავით ჯიქიას მიანიჭა. უკვე ცნობილია ქალაქის საკრებულოს შემადგენლობაც, რომლის წევრთა უმრავლესობაც ასევე კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ადგილობრივი მოსახლეობა ახალი მმართველი გუნდისგან იმ პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრასელის, რომელთა შორის უმთავრესი დასაქმება არსებული სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. იმედი გვაქვს, რომ კარგად იქნება ყველაფერი. დათო ჯიქია კაი ბიჭია და გაამართლებს ჩვენს მეგობრებს. ზირთად სამუშაო ადგილები შეიქმნას და თუ შეიქმნება უკეთესი იქნება. მე მგონი ორივე ერთად გააკეთებენ. ხალხს უნდა მიხედონ. ხალხს მთავარი ხალხია. ხალხი ირჩევს, ხალხმა უნდა შეაფასოს სიშრომაცა და ყველაფერი. მოლოდინები კარგია, ნახეთ, კარგი იქნება და გაკეთდება ყველაფერი, ჩვენთვისაც ეგ იქნება უკეთესი. ნამდვილად იმედი მაქვს უკეთესი მომავლის და ყველაფერს გააკეთებენ, მე მგონი ინფრასტრუქტურიდან დაწყებული დასაქმებაც და თვითონ აქ ქალაქში რო დასაქმდეს ხალხი უფრო უკეთესი იქნება. რაც შეგვირდნენ ის თუ გააკეთეს, გვეშველება ალბათ რაღაცა, რა ვიცი. იმედია რაც იყო დანაპირები გააკეთება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ გუნდისა და დიდი იმედებით, აი ჯერ მადლობა მას რომ მოვიდა და წელსაც რომ გაიმარჯვა, რომ იბრძოლა ამისათვის ამ გუნდმა. დასაქმება, უნდა ქალაქის დასუფთავება, გამწვანება, რა ვიცი, ახალგაზრდობის დასაქმება.
რუსთავის ნომერ მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ამ დროისთვის არჩევნების მეორე ტურის მონაცემების შემდეგნაირად გადანაწილდა. კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა დავით ჯიქიამ ხმათა 64.77% მიიღო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა კი 35.23%. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფცეორმა განაცხადა, შემაჯამებელი ოქმი ხვალ შედგება. მისივე თქმით, საოლქოში 5 საჩივარია დაწერილი, რომელიც შემაჯამებელ ოქმზე გავლენას ვერ მოახდენს. ნომერ მე-20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში მეორე ტური ჩატარდა მშვიდობიანად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. ამ ეტაპზე დაფიქსირებული იყო 104.251, მოვიდა 35.601, ბატონ მამუკამ მიიღო 35% და 23%, აგრეთვე ბატონმა დავითმა მიიღო 64 და 77%. ასულია ბატონო დავით ჯიქია, დღეს მოიხსენებათ იყო პირველი საკრებულოს ხდომა, რომელიც გახსნა რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიამ, რაც შეეხება შემაჯამებელი ოქმს მერის შემაჯამებელი ოქმზე დღეს არის ბოლოვა და საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსული საჩივრების დაველოდებით ამ საჩივრებს და სავარაუდოდ ხვალე დაწერს საოლქო საარჩევნო კომისია უკვე მერის შემაჯამებელი ოქმს. არჩევნების შემდეგ დავით ჯიქიას მხარდამჭერთა დარბაზის წევრების პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დარბაზის თავმჯდომარემა მარემ დავით რეხუიაშვილმა საზოგადოებას აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წინა საარჩევნო კამპანიის დროს ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა. როგორც მან აღნიშნა, დავით ჯიქიას მხარდამჭერთა დარბაზი მოსახლეობასთან აქტიურად ითანამშრომლებს. აღნიშნული ორგანიზაცია ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის შუამავალი იქნება. დღეს პირველად არჩევნების შემდეგ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ერთმანეთთან ჯერ ერთი შევაჯამოთ ჩვენი გაწეული მუშაობა დღევანდლამდე, თუნდაც არჩევნების პროცესში. მადლობა უთხრათ ბევრ მათგანს, შეიძლება უსაყვედუროდ კიდევაც რამოდენიმე უბანზე რაღაც გაჭირვებები იყო და გავითვალისწინოთ შემდეგი მუშაობისათვის ის ხარვეზები, რაც ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ დარბაზმა სერიოზულად იმუშავა, მე ვფიქრობ, ეს ხალხი მართლა მადლობის დღის ის გლობალური საკითხი თუ რამე იქნება გადასაწყვეტი რუსთავში, თუ რამე დაიგეგმება დაუშვათ გენერალური გეგმით, რომ აი ეს რუსთავში აბადა ამ პერიოდის განმავლობაში 1 წლის თუ 2 წლის უნდა გაკეთდეს, აი ეს უნდა დაიდგას, ან ეს უნდა დაინგრეს, ან ეს უნდა გადაიღებოს. ეს ყველაფერი არ იქნება ერთი კაცისა და ორი კაცის რაღაცა სიზმრის ახდენა, არამედ ეს იქნება შეთანხმებული მთელ ქალაქთან, მთელი ქალაქის ინტერესი იქნება გათვალისწინებული. უკვე ცნობილია გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვინაობაც. საკრებულოს, რომლის უმრავლესობას კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები შეადგენენ, ვაჟა გენგაშვილი უხელმძღვანელებს. პროფესიით იურისტი სამომავლოდ მუშაობას ხალხის ინტერესების გათვალისწინებით გეგმავს და განსახორციელებელ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის განვითარებას დასახელებს. ვაჟა გენგაშვილის კანდიდატურას მხარი 34 დეპუტატიდან 29-მ დაუჭირა. გენგაშვილის მოადგილედ საკრებულოს წევრებმა რაფო ორჯულოვი აირჩიეს. ამირჩიეს 29 რაიონის საკრებულოს თავმჯდომარედ. სამომავლო გეგმები ალბათ ძირითადი პირობებია სამართლიანობა. ისეთ როგორც სპეციფიკური გამომდინარე რაიონის როგორც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შეუწყოთ ჩვენს ხალხს, რომ შეიძლება იგრძნონ და ამოისურვონ. ალბათ ხალხს წეგანს მოგახსენეთ, რომ სიყვარული ჭირდება ჩვენიდან. ჩვენ უნდა შევიყვაროთ ხალხი, რაც შეიძლება ჩქარა. მე სიყვარულსაც მივიღებთ ალბათ სამხრეთ არასოდეს და საერთოდ ხელისუფლებამ უნდა შეიყვაროს ადამიანები, თუ გვინდა რომ სიკეთე ვნახოთ და სიკეთეს ველოდეთ ხალხისა. საკრებულოს თავმჯდომარეების ვინაობა ცნობილია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებშიც. ბოლნისის ახალი მოწვევის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი თამაშ ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს. საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ ქართული ოცნების მიერ დასახელებულ კანდიდატს დაუჭირა მხარი. ახალი საკრებულოს თავმჯდომარე ყავს თეთრი წყაროსაც. აქაც ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ქართული ოცნების წარმომადგენელი გოჩა თედორაძე დაინიშნა. მისი მოადგილე კი დავით სარული იქნება, რაც შეეხება
წალკას საკრებულოს კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენელი ირაკლი გიგინეიშვილი უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე კოალიციის წარმომადგენელი გოჩა ხაჩატურიანი იქნება. კოალიციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც დეპუტატე მახმათა უმრავლესობით ნადი აბდულაევი აირჩიეს. ახალი თავმჯდომარე ყავს დმანისის საკრებულოსაც, რომელსაც ქართული ოცნების დეპუტატი მერი ხერუაშვილი უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე კი სტამბულ ბაირამოვი დაინიშნა. მის მოადგილედ სტამბულ ბაირამოვი დაინიშნა. ახლა კი დღის სხვა ახალი ამბები. კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 800 მმ-იან მილსადენზე ავარიული დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით 16 ივლის 11 საათიდან 20 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება რუსთავის მოსახლეობას. ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტებმა ტესტები ქიმიაში დაწერეს. გამოცდაზე რეგისტრირებული 68 აბიტურიენტიდან ერთი არ გამოცხადდა. დღესვე ტესტირება მაგისტრატებმაც გაიარეს. საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 155 მაგისტრიდან 7 სესიაზე არ გამოცხადდა. გამოცდებამ 7 ვითარებაში ჩაიარა. აბიტურიენტები აბარებდნენ ქიმიას და სტუდენტები ცდილობდნენ გრადის გაუმჯობესებას. ანუ აბიტურიენტებიდან 68-დან ერთი არ გამოცხადდა, ხოლო 226-დან 21 სტუდენტი არ გამოცხადდა გამოცდა. მეორე სესიაზე უკვე მაგისტრების კანდიდატები შემოვიდნენ. მუშაობდათ 11 სექტორი და 155-დან 7 არ გამოცხადდა. საკმაოდ კარგი ტექსტები იყო და ასე თქვა დასაფიქრებელი. რო გითხრათ რომ მარტივი იყო მოგატყუებთ, იმიტომ რომ დამჭირდა რამოდენიმეჯერ ტექსტს მივბრუნებოდი და უკეთესად ჩამომეყალიბებინა და გამეაზრებინა თუ რა იყო იქ მოცემული და შემდგომ დამეკავშირებინა პასუხებისთვის. საქართველოს რაგბის ჩემპიონატის კალენდარში ცვლილებებია. უმაღლესი ლიგა სტარტს 15 აგვისტოს აიღებს. მიზეზი ევროთასების რეორგანიზაციაა, სადაც ერთ-ერთი ქართული კლუბი ემილინ ჩერენჯ კაპის შესარჩევ ტურნირში უნდა ჩაერთოს. საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ისევე 10 გუნდი ასპარეზებს რუსთავის ხარები უმაღლესი ლიგის მატჩს 15 აგვისტოს თბილისის ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს. მანამდე გუნდი ინტენსიურ მზადებას გადის. ორი კვირით წინ გადმოწიეს თამაშები. ეს არის ჩელენჯ კაპიდან გამომდინარე. საქართველოს ერთ-ერთი აღმოსავლეთის ნაკრები მონაწილეობს ამ ტურნირში. პირველი თამაში გვექნება თბილისის ლოკომოტივთან. კალენდრიდან გამომდინარე რა და შემდეგ ალბათ არმია უკვე არის ჩამოყალიბებული კალენდარი. მთავარი იყო დღე, როდის დავიწყებდით ჩემპიონატს. 15-16-ში იწყება საქართველოს ჩემპიონატი. რუსთავის მეტალურგს ხელმძღვანელობა შეეცვალა. გუნდის დირექტორის პოსტზე ზაზა დოლიძეს ნიკოლოზ დოლიძე შეცვლის, რომელიც ოლიმპის დამფუძნებელი იყო. სავარაუდოდ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელიც ეყოლება. საუბარია გელა გომელაურზე, რომელიც ვარლამ კილასონიას შემცვლელად მოიაზრება. კლუბში ახალი ხელმძღვანელობის ოფიციალური წარდგენა სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მოხდება. ნარკოტიკების მსგავსი უპრეცედენტო რაოდენობის ამოღება არათუ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებში არ მომხდარა. ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ სამართალდაზავი ორგანოების მიერ ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის ფაქტი. ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძის უწყებას შეაქო და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა უკომპრომისო უნდა იყოს. გასულ კვირას ასევე მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ ესე იგი ლექსო ჭიკაიძის უწყებამ ამოიღო უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი. ეს არის დაახლოებით 2 ტონა და 800 დღევადი ჰეროინი, რომელიც ალბათ საბოლოო ჯამში 2 ტონამდე არის იქნება, ხო ესეა? ეს არის უპრეცედენტო რაოდენობა, ასეთი რაოდენობის ნარკოტიკი არასოდეს არ ამოღებულა არათუ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მეგონი მეზობელ ქვეყნებშიც. მე მინდა მოგილოცოთ ეს წარმატება და მართლაც დასაფასებელია ის მუშაობა, რომელსაც თქვენი უწყება ახორციელებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ეს რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა იყოს მართლაც უკომპრომისო. გასულ წლებში ჩვენ არასოდეს არ გვინახავს არათუ მსგავსი, არამედ მიახლოებული რაოდენობის ნარკოტიკების ამოღების ფაქტი. ჩვენ გასულ წელს ამოვიღეთ 116 კილო, რომელიც იყო რეკორდული
დაახლოებულ ლექსო მოხსნა ეს რეკორდი. უკვე 10 ჯერ და მე მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის მრბოლელებმა საქართველოს ჩემპიონატის წრიული რბოლის მეოთხე ეტაპში იასპარეზეს. უწყების სპორტული კლუბის ავტომრბოლელებმა საქართველოს ჩემპიონატის წრიული რბოლის მეოთხე ეტაპში ლეჯენდის კლასის ავტომობილებით მიიღეს მონაწილეობა. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გამარჯვება ჩემთვის. ეს არის საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი. სამწუხაროდ ორი ეტაპი გამოტოვებული მაქვს ევროპის ჩემპიონატის ეტაპების გამო, მაგრამ რა თქმა უნდა ჩაულ რიტმში ვაგრძელებ ბრძოლას პირველობისთვის და დღესაც როგორც ხედავთ პირველი ადგილი დავიკავე, ძალიან ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო ამ პირველი ადგილის მოპოვება, იმიტომ რომ გოგასთან ძალიან რთული ბრძოლა მქონდა. ფაქტიურად ბოლო წამებზე რაღაც სანტიმეტრებით დავწინაურდი და შევასწარი გოგას. ლეგენდში დათამ აქაც გვასახელა როგორც ყოველთვის და პირველი ადგილი მოუტანა თავის გუნდს და თვითონაც პირველ ადგილზე ავიდა. რა ძალიან კარგია ამ ეტაპზე და ნახოთ შემდეგ ეტაპზე იმედია გავაგრძელებთ იგივე წარმატებებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა მეხუთე სპორტულ თამაშებში იღებენ მონაწილეობას. ღონისძიების გახსნის ოფიციალური ცერემონია ბრიუსელში 12 ივლისს გაიმართა. ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით ქართველი სპორტსმენი პოლიციელები მონაწილეობას იღებენ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის ჩემპიონატში. შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით საშუალება მოგვეცა რომ მიგვეღო ამ თამაშებში მონაწილეობა. ყველა სპორტსმენი ზად არის გამარჯვებისათვის. იმედია დავბრუნდებით გამარჯვებულები საქართველოში. შარშან ამავე თამაშებზე ვიმყოფებოდით და მივაღწიეთ დიდ წარმატებას, სადაც ძალიან გავახარეთ ჩვენი ქვეყანა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვასახელეთ. დღეს უწყებათა შორის სწავლება სამოქალაქო სამხედრო საგანგებო სიტუაციების დაგეგმარება დაიწყო. სწავლება მიზნად ისახავს კრიზისის დროს სამხედრო და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. დღეს სტარტი აიღო ქართულ-ამერიკულმა სწავლებამ კრიზისებზე რეაგირების სცენარებით. აქ არის უწყებათა შორის კოორდინაციის საკითხები ბუნებრივ კატასტროფებზე. წლევანდელი სწავლება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით კრიზისებზე რეაგირების კუთხით ჩვენ გვექნება პრაქტიკული საშუალება იმის, რომ ეს შემუშავებული კანონმდებლობა გავტესტოთ რეალურ რეჟიმში სამაგიდო თამაშების დროს და შევხედოთ იმას, თუ რამდენად მუშაობს, რამდენად ეფექტურია და შესაბამისად რეაგირება მოვახდინოთ მის დახვეწის კუთხით. დღეს ვაზიანის პოლიგონზე ავიაციის საჩვენებელი სწავლება გაიმართა. საავიაციო წვრთნას გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაბანაძე დაესწრო. წვრთნაში 4-მა ერთეულმა, Su-25-მა და 3-მა ერთეულმა L-39 ტიპის თვითმფრინავებმა მიიღეს მონაწილეობა. რასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული თავის დროზე, როდესაც ავიაცია იქნა როგორც სარდლობა დაშლილი და გადაცემული სახმელეთო ძალებისთვის. შედეგი იყო არასახარბიელო, ამდენად ახალ სტრუქტურაში, ახალ რეორგანიზაციაში ჩვენ დავგეგმეთ და ვახორციელებთ ავიაციისა და ჰაერსარწმუნო თავდაცვის ისევ სარდლობად ჩამოყალიბების პროცესს. შედეგი სახეზეა, გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები. რაც მნიშვნელოვანია, თქვენ ნახეთ, აქ იყო გამოყენებული არა მარტო ავიაცია, არამედ გამოყენებული იყო სპეცდანიშნულების დანაყოფები, რომლებიც ახორციელებდნენ მიზნის აღმოჩენას. ბევრი არ ჩანდა, ბევრს ვერ დაინახავდით, თუმცა ეს იყო საბოლოო შედეგი საკმაოდ ხანგრძლივი და
დაძაბული წვრთნების სპეცდანიშნულების დანაყოფებმა აღმოაჩინეს მოწინააღმდეგე, განახორციელეს ცეცხლის მართვა და ასევე დაზიანებული ობიექტების საბოლოო დაზვერვა. დასრულდა დღეს საავიაციო ტაქტიკური წვრთნები, სადაც მონაწილეობდა საავიაციო ბრიგადის საფრენი აპარატები და მიღწეული შედეგი არის დამაკმაყოფილებელი, რადგან მიზნები იყო სრულად განადგურებული და მფრინავის შემადგენლობა მზად არის საბრძოლო დავალების შესასრულებლად დღის მარტივ მეტეოპირობებში, ასევე ღამე მარტივ მეტეოპირობებში. დღევანდელ მასწავლებამ ჩაიარა ეფექტურად, მოგეხსენებათ, თქვენ თვითონ ხედავთ, არც ერთი სამიზნე აღარ დარჩა გაუმადგურებელი. ჩაიარა რაც თავარია ფრენებმა უსაფრთხოდ, არ დაშავებულა არავინ და ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ საბრძოლო მომზადება ტარდებოდეს არსებული სტანდარტებით და უსაფრთხოდ. მომავალშიც, რა თქმა უნდა, დაგეგმილი გვაქვს სწავლებები და ჩვენი ყოველდღიური მოღვაწეობა მიზანმიმართულია იმისათვის, რომ ჩვენი საბრძოლო მომზადება იყოს მიღწეული მაქსიმალურ დონეზე. ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებით პალესტინური დაჯგუფება ჰამასის მიერ გამოშვებული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამასთან ისრაელის თავდაცვის არმიის პრესამსახურის ცნობით, ღაზას სექტორიდან წამოსული უპილოტო თვითმფრინავი საზენტის არაკეტო კომპლექსის პეტროიტით იქნა ჩამოგდებული. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე როსტოვის ოლქიდან სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანას აპირებს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსული მხარე მათ მშვიდობის მოყოლებს უწოდებს და რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მათ შეყვანას ეგრეთ წოდებული მშვიდობის მოყვარეობის სახელით აპირებს. მაროკოში 3 საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. უბედური შემთხვევა კასაბლანკაში მოხდა. მაშულებან ნანგრევებიდან 55 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ანალოგიური შემთხვევები მაროკოში საკმაოდ ხშირად ხდება. სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ პოლიციელებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მომხდარი შეტაკებებისას. გერმანია არგენტინის ფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც არგენტინელთა მარცხით დასრულდა, გულშემატკივრებმა ბუენოს-აირესის ქუჩებში მაღაზიის ვიტრინები დალეწეს. ქრონიკა 9-ის ნახევარზე დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.